სენაკის რადიო. მოგესალმებით, მე ვარ ცირად გებუაძე, პროფესიით ვარ ბიოლოგი, რაც შეეხება დიპლომის შემდგომ განათლებას და სამუშაო მიმართულებებს, ესენი გახლავთ ნუტრიციოლოგია, პრაქტიკული ფსიქოლოგია და ლაბორატორიული მედიცინა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გრძელვადიან ჯანმრთელობაზე და კვების, კერძოდ ჯანსაღი კვების როლზე ჯანმრთელობასთან მიმართებაში. რასაკვირველია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას, გახლავთ საკმაოდ სერიოზული პროცესი. ეს არის გააზრებულ პოზიტიურ ქმედებათა ერთობლიობა და მინდა გითხრათ, რომ არის ადამიანის გონივრული არჩევანი. რასაკვირველია, ჯანსაღი ცხოვრების წესი საფუძვლად უდევს სხვადასხვა დაავადებათა პრევენციას და სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებას. დღეს სოციალური სივრცე, ინტერნეტ სივრცე, რა თქმა უნდა, ძალიან გადატვირთულია ინფორმაციით, კვებასთან დაკავშირებით, ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით და ადამიანებს ხშირად უჭირთ განსაზღვრონ, ვის მიმართონ, რათა მიიღონ კომპეტენტური ინფორმაცია და გაითვალისწინონ ყოველივე ეს. ზოგადად, მინდა თქვენთან ერთად განვიხილო, რა არის ზოგადად ნუტრიციოლოგია. ნუტრიციოლოგია გახლავთ მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა საკვები პროდუქტის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. ნუტრიციოლოგები არიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ შესაბამის აკადემიურ ცოდნას და გასცემენ რჩევას, მხარდაჭერას, სხვადასხვა სახის მომსახურებას ინდივიდუალურ ან სოციალურ დონეზე. რა თქმა უნდა, არის კიდევ სხვა მიმართულება, ნუტრიციული თერაპია და ნუტრიციული თერაპევტები არიან ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურად მუშაობენ ადამიანებთან და ეხმარებიან მათზე მორგებული რაციონის ბალანსირებული, დაბალანსებული კვების შედგენაში. ძირითადად, რა თქმა უნდა, ესენი არიან ჯანმრთელი ადამიანები და განსხვავებით, ვთქვათ, დიეტოლოგებისა, რომელთა პაციენტებიც გახლავთ ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ განვითარებული ქრონიკული დაავადებები, როგორიც გახლავთ დიაბეტი, ართრიტი, გულსიძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვები. ანუ იმ კატეგორიასთან, რომელთაც უკვე აქვთ განვითარებული ესეთი თუ ის დაავადება, მუშაობენ დიეტოლოგები. კვება, რასაკვირველია, ჯანმრთელობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია და მე მინდა თქვენთან ერთად განვიხილო რაციონალური კვების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც ალბათ თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, გააცნობიეროს და შეეცადოს ნაბიჯ-ნაბიჯ ჩადოს ეს პრინციპები თავის რუტინაში. რაციონალური, დაბალანსებული კვება, რასაკვირველია, არის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ჯანმრთელი ადამიანის სრულფასოვანი კვება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს ყველა საჭირო ნუტრიენტით. რაციონალური კვება თავისთავად უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის სქესს, ასაკს, შრომით საქმიანობას, კლიმატურ პირობებს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და ასევე სხვა დამატებით ფაქტორებს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. რაციონალურმა კვებამ, ეს ყველაზე მთავარი რაც არის, უნდა უზრუნველყოს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა, ანუ ჰომეოსტაზი და მაღალ დონეზე შეინარჩუნოს ორგანიზმის ცხოველმყოფელობა. ცხოველმყოფელობაში, რა თქმა უნდა, გულისხმობს ზრდა განვითარებას, ორგანოების და ორგანოთა სისტემების ფუნქციონირებას.
სენაკის რადიო. რაც შეეხება რაციონალური კვების პრინციპებს, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი გახლავთ დღიური რაციონი თავისი ენერგეტიკული ღირებულებით სრულად აკმაყოფილებდეს ორგანიზმის ენერგო ხარჯვას. ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილება დიდად არის დამოკიდებული მის ასაკზე, სქესზე, სხეულის მასაზე, თუნდაც სიმაღლეზე, საქმიანობაზე, კლიმატურ პირობებზე, ან ფიზიკური აქტივობის დონეზე. მეორე, საკვები რაციონი ორგანიზმს უნდა უზრუნველყოფდეს, ანუ უნდა აკმაყოფილებდეს საკვები ნივთიერებების იმ რაოდენობითა და პროპორციით, რაც უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ ფუნქციონირებას. ანუ ჯანსაღი რაციონი უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების იმ თანაფარდობას, რომელიც რეალურად ინდივიდს სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უნდა იყოს მცენარეული და ცხოველური პროდუქტების თანაფარდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე, საკვების ქიმიური სტრუქტურა მაქსიმალურად უნდა შეეფარდებოდეს ორგანიზმის ფერმენტული საჭმლის მომნელებელი სისტემის შემადგენლობას. და თუ ეს პოსტულატი, თუ ეს მესამე პრინციპი ჯანსაღი კვების დარღვეულია, ხშირ შემთხვევაში ხდება ნივთიერებათა ცვლის მოშლა და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის წარმოქმნა ორგანიზმში. რასაკვირველია, მეოთხე პრინციპი და ძალზედ მნიშვნელოვანი გახლავთ კვების რაციონი და მე მგონი ეს არის თანამედროვე ადამიანის ყველაზე ისეთი სერიოზული გამოწვევა. კვების რაციონი დღის განმავლობაში სწორად უნდა იყოს გადანაწილებული. ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ამას ვერ ვახერხებთ. ფაქტიურად ადამიანი დღის პირველ ნახევარში შიმშილობს, ვინაიდან ის იმყოფება სამსახურში და შემდგომ უკვე შინ მობრუნებული, რა თქმა უნდა, იწყებს მოჭარბებულ კვებას. კვების სწორი რეჟიმი, რასაკვირველია, ხელს უწყობს კუჭნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების შეთვისების პროცესს და რასაკვირველია, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ფიზიოლოგიურად დასაბუთებულად არის მიჩნეული დღეში 3-4ჯერადი კვება 4 საათიანი ინტერვალით. თუმცა ინდივიდუალური ცხოვრების წესისა და რეჟიმის გათვალისწინებით, როგორც აღნიშნე, ეს ხშირად მიუღწევადია. 3ჯერადი კვების შემთხვევაში ნახეთ, საუზმე უნდა უზრუნველყოფდეს რაციონის ენერგეტიკული ღირებულების 30%-ს, სადილი 45%-ს და ვახშამი 25%-ს. და რასაკვირველია, ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ხემსი და სასურველია დღის პირველ ნახევარში წახემსება იყოს, ვთქვათ, ხილით, ხო? რათა ორგანიზმმა, ვთქვათ, მიიღოს ცოცხალი მცენარეული ბოჭკო. და მეხუთე პრინციპი მდგომარეობს შემდეგში. რაციონალური კვება უნდა იყოს უსაფრთხო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. რასაკვირველია, ალბათ დამეთანხმებით, საკვები არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, არ უნდა შეიცავდეს ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ კონტამინანტებს, არ უნდა იყოს გაფუჭებული პროდუქტი, ვთქვათ, არასწორი შენახვის და რეალიზაციის შედეგად და ესეც არის ძალიან სერიოზული პრობლემა და სერიოზული გამოწვევა. საკვები, როგორც წესი, რასაკვირველია გახლავთ ენერგიის წყარო. ჩვენი ორგანიზმი ენერგიას ინახავს ყველა ფუნქციისთვის და საკვები ენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს. საკვები შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც დაშლისას გამოყოფს ენერგიას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ორგანიზმმა
უჯრედების, ქსოვილების, ორგანოთა სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ზრდისა და აღდგენისთვის. ჩვენი სხეული ენერგიას იყენებს ყველა მისი ფუნქციისთვის და მაშინაც კი, როცა ჩვენ გვძინავს, მნიშვნელოვანი რაოდენობით ენერგია იხარჯება გულის ცემის, სისხლის მიმოქცევის, ფილტვების შეკუმშვის და სხვა სახით. საკვები შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც დაშლისას გამოყოფენ ენერგიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უჯრედების, ჩვენი ქსოვილების ფუნქციონირებისთვის, ზრდისა და აღდგენისთვის. სენაკის რადიო. იცით, მინდა ამაზეც გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ენერგიის ჭარბი რაოდენობა, რომელიც არ მეტაბოლიზდება, ინახება ძირითადად ცხიმოვან მარაგში. აი, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი მიღებულ და გაცემულ ენერგიას შორის. მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ბალანსი მოსვენებასა და დასვენების პროცესსა და მუშაობას შორის. ზოგადად ბალანსი არის ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ეფუძნება ადამიანის კეთილდღეობა. და ყოველივე ამას თავად ადამიანი განსაზღვრავს, თავად ადამიანი აკეთებს არჩევანს, თავად მან იცის ყველაზე მეტად, რომელი აქტივობა ფიტავს მას, რომელი აქტივობა აცლის მას ენერგიას. რეკომენდირებულია მინიმუმ 5 პორცია ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად, ანუ აქ იგულისხმება მრავალფეროვნება. ნახეთ, რაც უფრო მრავალფეროვანია და ბევრი ფერია, ფერს განსაზღვრავს ნუტრიენტი. ჩვენ როცა მრავალფეროვანს ვამბობთ, შეიძლება ვიზუალურადაც კი ვიხემძღვანელოთ, ანუ ფერადი პროდუქტი, ფერადი ბოსტნეული, ფერადი ხილი არის მიზანშეწონილი და ხემსი ვახსენე. ხემსი თუ კი იქნება დღის პირველ ნახევარში და გვექნება, თქვათ, ესეთი ფერადი ხილის, თქვათ, კომბინაცია, ეს არის საუკეთესო ვარიანტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახამებლის ნახშირწყლების არჩევისას არჩევანი გავაკეთოთ მარცვლეულის ან ბოჭკოვანის, თქვათ, მაღალი შემცველობის ვარიანტზე, აი, თქვათ, მთელ მარცვლოვან პურზე. წახალისებულია ასევე ცილის მდგრადი წყაროების არჩევა. აი, ცილის წყარო გავკლავთ, დაუშვათ ლობიო, პარკოსნები და ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ბალანსი ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტ შორის. მე აქვე მინდა აღვნიშნო, აი, ძალიან ხშირად მსმენია, მით უმეტეს ახალგაზრდებში დღეს რატომღაც ძალიან ტრენდული გახდა, ვთქვათ, ბევრი მათგანი ვეგეტარიანელია, ნუ რასაკვირველია, მე პატივს ვცემ მათ არჩევანს, მით უფრო თუ მოტივი არის ეკოლოგიაზე ზრუნვა და ცხოველებზე ზრუნვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ გადაწყვეტილებამდე მივალთ, ძალიან კარგად შევისწავლოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხორცის მიღება იმ თვალსაზრისით, რომ ხორცში არის შეუცვლელი ამინომჟავები. ხორცი არის შეუცვლელი ამინომჟავების წყარო და ნებისმიერ ასაკში ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ პროდუქტების ბალანსი, რომელიც შეიცავს ცილას, ცხიმს, ვიტამინს, მინერალს და ცოცხალ მცენარეულ ბოჭკოს და რაც შეეხება მცენარეულ ბოჭკოს, რა თქმა უნდა, ის უხვად არის ხილში და ბოსტნეულში. რაც შეეხება ნუტრიენტს, ხო, აი, ხშირად ვახსენე მე ნუტრიენტი და ესეც მინდა განვმარტო. ნუტრიენტი ეს არის საკვები ნივთიერება, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფუნქცია. კლასიფიკაციის მიხედვით ჩვენ გვაქვს მიკრო და მაკრო ნუტრიენტები. ანუ ცილები
ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და მე აქვე გავამახვილებდი ყურადღებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნუტრიენტი, ასევე გახლავთ წყალი და დღეს რა თქმა უნდა, თითქმის ყველა ადამიანს აქვს ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის მიღება დღის განმავლობაში. სენაკის რადიო. იცით, ნუტრიციოლოგია არ გახლავთ მდგრადი მეცნიერება, ის მუდმივად იცვლება, ვინაიდან იცვლება ადამიანის კვების სტილი. თუმცაღა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ მეცნიერები, რომ მრავალფეროვანი საკვები და რთული ნახშირწყლები არის მნიშვნელოვანი და საბაზისო წყარო იმისთვის, რომ ორგანიზმში ყველა პროცესი მიმდინარეობდეს სრულფასოვნად. მე გამოვყოფდი სხვადასხვა ასაკობრივ და სხვადასხვა ისეთ მდგომარეობას, როცა იცვლება მოთხოვნა სხვადასხვა ნუტრიენტზე, სხვადასხვა ვიტამინსა და მინერალზე. მაგალითად, ორსულობის პერიოდში მინდა გითხრათ, რომ გაზრდილია მოთხოვნა ბეჯგუფის ვიტამინებზე, A ვიტამინზე, C ვიტამინზე, ფოლიუმის მჟავაზე, რკინაზე, ხო? და სხვა ელემენტებზე. ლაქტაციის პერიოდში განსაკუთრებულად გაზრდილია მოთხოვნა A, C, E და B ჯგუფის ვიტამინებზე. შემცირებულია რკინაზე თავისთავად ლაქტაციის პერიოდში. მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იყოს მრავალფეროვანი საკვები, ცილები, დიდი რაოდენობით, ვინაიდან სწორედ ცილა არის საშენი მასალა ჩვენი ორგანიზმის, კალციუმის მოთხოვნა არის, რა თქმა უნდა, გაზრდილი, იმიტომ რომ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება ხდება და ქალებში, ახალგაზრდა ქალბატონებში, რა თქმა უნდა, რკინაზე მოთხოვნილება არის გაზრდილი. რაც შეეხება შუახნის ასაკს, ასევე გამოვყოფდი B ჯგუფის ვიტამინებს და D ვიტამინს და ხანში შესულებში, რა თქმა უნდა, გაზრდილია მოთხოვნა D ვიტამინზე და კალციუმიც ძალიან მნიშვნელოვანია, მე გამოვყოფდი კალციუმზე მოთხოვნას, ვინაიდან კალციუმიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებისთვის. იცით, ჩვენს ბავშვობაში, მე მახსოვს, ჩვენს ბავშვობაში ხშირად ამბობენ, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანმა უნდა მიიღოს უფრო რძის ნაწარმი, ვიდრე ხორცი და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მითი დღეს არის აბსოლუტურად დამსხრეული ხანდაზმულ ასაკში, ვინაიდან იკლებს ფიზიოლოგიურად კუნთის მასა, ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ცილაც, როგორც საშენი მასალა და აუცილებლად სჭირდება რძის ნაწარმიც, როგორც კალციუმის წყარო ძვლის სიმტკიცის შენარჩუნების მიზნით. სამწუხაროდ ხშირად გვიჭირს გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და კვებითი ჩვევები. კვებითი ჩვევები უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს იმის გააზრებას, თუ რას მივირთმევთ, რატომ მივირთმევთ, როდის მივირთმევთ და რამდენს მივირთმევთ. ძალიან მნიშვნელოვანია კვების სიჩქარის კონტროლი, ჩვენი ცხოვრების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან ხშირად ჩქარა მივირთმევთ საკვებს, რაც ფაქტიურად ხელს უშლის საკვების სრულფასოვან ათვისებას და კვება აქვე ვიტყოდი, გარდა იმისა, რომ არის მისი ყველაზე ძირეული ფუნქცია არის ორგანიზმის უზრუნველყოფა
საჭირო ნივთიერებებით, კვება ასევე არის სიამოვნება. და როდესაც ჩვენ სწრაფად ვიკვებებით და თან უამრავ რამეზე ვფიქრობთ, რასაკვირველია, ფიზიოლოგიურ დონეზეც შეწოვის, ათვისების პროცესები შენელებულია. ამიტომ, როცა ვიკვებებით, ყურადღება მივაქციოთ ტემპს და ყურადღება მივაქციოთ საით არის მიმართული ჩვენი ფიქრები. ვკონცენტრირდეთ საკვებზე და არაერთი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სწორედ საკვებზე კონცენტრირება და კვების სიჩქარის კონტროლი ხელს უწყობს ათვისების პროცესს, შეთვისების პროცესს და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, კერძოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზომიერად მივიღოთ საკვები, რომლის მოხმარებაც შედარებით ახალი დანერგილია და უცხოა ჩვენი გენეტიკური და ფერმენტული აპარატისთვის. აი მაგალითად, ახალია ჯერ ქინოა, ავოკადო, მანგო და ფაქტიურად უცხოა ის ჩვენი გენეტიკური ფერმენტული აპარატისთვის და მათი მოხმარება არის მიზანშეწონილი, ეს არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, მაგრამ მისი მოჭარბებულად მიღებაც არ არის რეკომენდირებული. სენაკის რადიო. მე ძალიან მინდა ასევე ყურადღება გავამახვილო კვების დაგეგმვაზე. ალბათ დამეთანხმებით, ჩვენ ყველაფერს გვეგმავთ გარდა კვებისა. ვგეგმავთ რა ჩავიცვათ, როცა მივდივართ სამსახურში, ვგეგმავთ აი არ ვიცი, ვისთან ვიურთიერთოთ, სად წავიდეთ და არ ვგეგმავთ რა მივირთვათ მთელი დღე. რეალურად ხდება ისე, რომ სამსახურში, როცა დგება ფიზიოლოგიური შიმშილი, ადამიანი ახლოს მდებარე სწრაფი კვების ობიექტს მიაშურებს და ყიდულობს არაჯანსაღ პროდუქტს, რომელიც ძალიან სწრაფად დააკმაყოფილებს შიმშილს. რეალურად დაგეგმვა, გააზრებული, დაგეგმილი რაციონი ყოველთვის არის აი ამ ჩვევის, ჯანსაღი ჩვევის ჩადების საწინდარი, აი რუტინაში უნდა ჩაიდოს აუცილებლად კვების დაგეგმა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არის სრულიად შესაძლებელი, თუ კი მას დავგეგმავთ და გონივრულად მივუდგებით. სენაკის რადიო. რაც შეეხება ემოციურ და სტრესულ კვებას. იცით, ყველას გქონია ალბათ ესეთი შემთხვევა, როცა რამოდენიმე წუთის წინ, თუნდაც ნახევარი საათის წინ, ან 1 საათის წინ მივირთვით და თითქოს მაინც გვშია. აი ასეთ დროს ჩემი რეკომენდაცია იქნება ჭამის გადადება 15 წუთით და სასიამოვნო აქტივობაზე გადართვა. შესაძლოა თქვენ აღმოაჩინოთ, რომ ეს სულაც არ იყო ფიზიოლოგიური შიმშილი. კვება ხშირ შემთხვევაში, ალბათ დამეთანხმებით, გაცნობიერებლად ან გაუცნობიერებლად არის სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი მექანიზმი. და სწორედ ამის ამოცნობა არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ეს არის ფიზიოლოგიური შიმშილი, თუ ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტი და ეს არის თუ არა ლტოლვა იმისკენ, რომ ჩვენ ეხლა საკვები დავიმსახურეთ. გაზრდილი მოთხოვნილება ტკბილეულზე, აქვე ვიტყოდი, არ არის მხოლოდ, ვთქვათ, ფსიქოლოგიური მომენტი, სტრესთან გამკლავების მექანიზმი გულისხმობ. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა ვიტამინის ნაკლებობით. აი მაგალითად მაგნიუმი. მაგნიუმის ნაკლებობა ხშირ შემთხვევაში ფიზიოლოგიურ დონეზე იწვევს ტკბილის მოთხოვნილების გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა თავად განსაზღვროს ზიანი და სარგებელი, მიმართოს
შესაბამის სპეციალისტს და თავადაც ფლობდეს ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კვებით ჩვევებზე. ადამიანები ძალიან ქაოსურად ვიღებთ უამრავ ინფორმაციას, გვაქვს სურვილი, ვფიქრობთ კიდეც ამაზე, რომ რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ, მეტად ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, თუმცა გვიჭირს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მინდა გითხრათ, რომ ფიქრები აუცილებლად გარდაიქმნებიან აზრებად. აზრები ქმედებებად. ქმედებები, აი როცა ჩვენ უკვე მოქმედებაში მოგვყავს, ხო, ჩვენი სურვილი და რომელიმე, აი თუნდაც დილას წყლის მიღება გვსურს, რომ ჩავდოთ ჩვენს რუტინაში და გადავაქციოთ ქმედებად, ხო? აი ეს ქმედება აუცილებლად, დაახლოებით 21 დღეში იქცევა ჩვევად. ჩვევები, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ შემოვიტანთ ჩვენ ცხოვრებაში, იქცევა გადაწყვეტილებებად და მერე უკვე ადამიანს ეუფლება ძალიან სასიამოვნო განცდა, რომ ის არის თავისი ცხოვრების კაპიტანი, რომ ის თავად ქმნის თავის მომავალს და თავად ქმნის თავის ჯანმრთელობას, თავად აშენებს თავის გრძელვადიან ჯანმრთელობას. მე ძალიან მინდა გისურვოთ თქვენ რომ გქონდეთ ბედნიერი ჯანსაღი მომავალი და თავად აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. როცა ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას, ის ხდება საკუთარი ცხოვრების კაპიტანი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა.